ცხოვრების რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? ახლა მოგესალმებით ორ ვარიანტად ჩორცის რეჟიმში ვნახოთ თუ ცხოვრების უბრალოდ თქვენი ყოველდღიურობის, თქვენი ცხოვრების განსაკუთრებულ რომელ სფეროს სჭირდება ახლა ყველაზე დიდი ყურადღება? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კარგად დააკვირდით ახლა ორივე ვარიანტს. კარგად შეიგრძენით, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რომელ სფეროს უნდა დაუთმოთ ყველაზე დიდი ყურადღება ახლა? თქვენს ოჯახს, თქვენს ერთიანობას, თქვენს ოჯახის წევრებს, თქვენს ემოციებს, რომლებსაც უცვლით ოჯახის წევრებს და ეს ემოციები აუცილებლად უნდა იყოს სიყვარულით სავსე, თანადგომით სავსე, მადლიერებით სავსე. გამოხატეთ ეს მადლიერება. თქვენი ენერგია ახლა ამაში უნდა ჩადოთ. ყველაფერი რაც ეხება ერთმანეთთან სიყვარულის, მადლიერების და მხარდაჭერის გამოხატვას. და როდესაც ეს მადლიერება ძალიან ორგანულია, როდესაც ამბობ, რომ ყველაფერი რაც მაქვს, ყველაფერი რაც მაბადია, ყველაფერი რაც არის ახლა ჩემს რეალობაში, მე ამ ყველაფრის მადლიერი ვარ. გააკეთეთ ეს ყველაფერი და ნახავთ რამ ხელაზე დიდად და გრანდიოზულადაც, ასე ვიტყოდი, შეიცვლება ურთიერთობა და დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის. მეორე ვარიანტი, თქვენ რაში უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? რვიანების თასები, ეს ცვლილებების არკანია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შესაძლებელი ახლა როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით ტოვებდეთ ერთ სივრცეს და გადადიოდეთ მეორეში, ტოვებდეთ ერთ სამსახურს, გადადიოდეთ მეორეში, ტოვებდეთ ერთ ურთიერთობას, გადადიოდეთ მეორეში. ან უბრალოდ ტოვებდეთ ერთ მდგომარეობას და გადადიოდეთ მეორეში. ამიტომ მე ახლა ვიტყოდი, რომ რვიანების თასები კი ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ემოციებს. იმიტომ რომ ამ გადასვლამ შეიძლება თქვენგან ძალიან ბევრი ენერგია წაიღო. შეიძლება ახლა გამოფიტული ხართ, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია, გადასვლა უბრალოდ ხო ახალ რეალობაში ყოველთვის ბევრ ენერგიას ითხოვს და ახლა შეიძლება ესეთი გამოწორული ლიმონივით იყოთ, მაგრამ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რომ შენი ენერგია ახლა მომართე შენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვისკენ. სასიამოვნო შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც გავსებენ ემოციურად და არ აქცლიან მონახე ჰობი, მონახე ინტერესი, რაშიც აივსები ემოციურად და ყველაფერი კარგად იქნება.